სალამი მეგობრებო, გადავწყვიტე ისეთი მოკლე მიმოხილვის ჩაწერა ბიტკოინთან დაკავშირებით. ვფიქრობ საინტერესო სიტუაცია გვაქვს. ნახეთ, რომ შევხედოთ მარცხენა მხარეს, ანუ ფასი იმყოფება აქ, რომ შევხედოთ მარცხენა მხარეს, გვაქვს ერთი მოცულობითი ზონა, ეს არის 4 საათიანი ტაიმფრეიმი, ერთი მოცულობითი ზონა და მეორე მოცულობითი ზონა მთელი აი ამ აღმავალი მოძრაობის განმავლობაში. ჩემი აზრით, ახლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ კორექცია. ნახეთ, ფას ჰქონდა ერთი მცდელობა, დაეტოვებინა ეს მოცულობითი ზონა, ანომალიური კლასტერი და ფასი ბრუნდება იმპულსურად იგივე მოცულობით ზონაში. მეორე მცდელობა ახლა ხდება დატოვების ამ მოცულობითი ზონის იგივენაირად. კლასტერი, ანომალიური კლასტერი, საკმაოდ ძლიერი რეაქცია. ნახეთ, თან კლასტერი იმყოფება ამ 4 საათიანი სანთლის ჩრდილში, ქვედა ჩრდილში, რაც კარგია, იმედია ასე დაიხურება. 4 საათიანი სანთელი დაიხურება 40-35 წუთში დაახლოებით. მნიშვნელოვანია ამის შემდეგ დავინახოთ აღმავალი მოძრაობა, რაღაც ისეთი ძლიერი რეაქცია, რომელიც იქნება იმის დასტური, რომ აქ გამოჩნდა მყიდველი. შესაბამისად, აქედანვე თუ იწყება აღმავალი მოძრაობა, ჩემი აზრით უკვე კარგი იქნება, რომ გადავლახოთ ეს fair value gap-ები გამყიდველის და უკვე ავიდეთ მაღლა, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეს მეორე გეგმაც, ასე ვთქვათ, გვეჭიროს თავში მეორე გეგმაც. მეორე ვარიანტი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ასეთი ვარიანტი. მაგალითად, ფასი კი ბრუნდება უკან, ტესტავს ზედა ზღვარს, გადაფარავს მაგალითად აი ამ გამყიდველის fair value gap-ს, ისევ ჩამოდის დაბლა უკვე მეორე მოცულობით ზონაში. საიდანაც უკვე ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მართლა დაიწყოს აღმავალი მოძრაობა. ჯერჯერობით აქედანვე დაიწყება ამ წერტილიდან აღმავალი მოძრაობა, თუ ფასი აი ამ ასე ვთქვათ, სრულ მოძრაობას გააკეთებს, კიდევ ერთხელ ჩამოვა ქვემოთ და მე საბოლოოდ უკვე ავა ვნახოთ 100%-ით ვერაფერს ვერ ვიტყვი, დრო გვიჩვენებს, თავარია აი ეს მოძრაობა ზემოთ მიმდინარე სანთლიდან დავინახოთ, შემდეგ უკვე სანახავი იქნება აი ამ fair value gap-თან გამყიდველის როგორ მოიქცევა ფასი. თუ ფასი გარკვეულ რეაქციას იღებს, მაგალითად აი ასეც აი ასე იქცევა, ტესტავს POC-ს ამ მოცულობითი ზონის და უკვე ისევ ანახლებს აღმავალ მოძრაობას, შემდეგი ჩვენი გაჩერება იქნება 80,000-ის ეს fair value gap-ი. თუ გადავლახეთ ესეც, უკვე ავდივართ მაღლა. როგორც წინა მიმოხილვებში გითხარით, უკვე ტექსტურ ფორმაში Telegram-ზე ჩემი მიზანია 90-93,000. ვნახოთ, რამდენად გამართლდება. ეს იყო მოკლე მიმოხილვა, მადლობა ყურადღებისთვის. დარჩით ხაზზე.